ევრორეკომენდაციების შესასრულებელი ვადა ამოიწურა. ქართული ოცნება ევროკავშირის დირექტივების შესრულებას არ აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორები ვიზა ლიბერალიზაციას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. პარალელურად ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქართული ოცნება ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს და მოქალაქეებს უკეთესი მომავლის შანსს ართმევს. მათივე თქმით, თუ ქართული ოცნება კურსს არ შეცვლის, ქვეყანა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ვიზა ლიბერალიზაციის შესარჩუნებლად და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არის. ქართულ საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად დაფიქრება მართებს, სანამ არჩევანს გააკეთებს, იმიტომ რომ წინ არჩევნებზე ასე დაალაგებულად და ქართულ ოცნების პროპაგანდას აყოლელებმა 51 რო ხაზა ჩვენმა მოქალაქეებმა, სწორედ ახლა ამიტომ დგას ის საფრთხე, რაც დგას საქართველოს წინაშე. ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ, მანამ სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი. არ აქვს თარიღის მნიშვნელობა, ეს იქნება 5 სექტემბერს, 10 სექტემბერს, 20 სექტემბერს, მანამ სანამ ქვეყანას მართავს რუსული ძალა. მანამ სანამ რეჟიმი არის ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად წიხლს კარავს და აფურთხებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან. ყოველთვის ევროპული ინტეგრაცია და ვიზა ლიბერალიზაცია ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციაზე იყო, ხო, 31 აგვისტომდე ყოველთვის იქნება საფრთხის ქვეშ. ამდენი წელია ითმენენ ევროპელები და იქით გეუბნებიან, რომ ნუ გლანძღავთ, ნუ გთათხავთ და იმან უილანძღებით და ასევე რას ითხოვდნენ ახლა ბოლოს, რომ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, დაიწყეთ დიალოგი ოპოზიციასთან და ასე შემდეგ. ისევ ჩვენთვის ასარგებლო რაღაცებს, მაგრამ აქაც დაიწყეს ტლიკინი, რომ თითქოს არ იქა რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინებას თუ რაღაცას გთხოვდნენ. ტყუილი თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როცა ეს ეტლიკინები ის იმ მექანიზმებს აამუშავებს, რაც მის ხელშია, ამდენხანს კიდე ფეხს ითრევდა, იმიტომ რომ დილობიანი ხალხია. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი კი არა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართულ სუვერენიტეტს, სიმშვიდეს ქვეყანაში, ქართული ხალხის განვითარებას. თუ შენ მე მთხოვ, რომ აბსოლუტურად გავნადგურდე, აღარ იყოს აღარ ტრადიცია, აღარ ეროვნულობა, აღარ სიმშვიდე, იყოს აქ ომი, ქაოსი და ტერიტორიები გამოიყენოს სხვა სახელმწიფომ, რა საკითხი უნდა დამისვა ისეთი და რა ვიზა უნდა მომწე ხა ისეთი, რომ გავცვალოთ ჩემი ყოფნა არ ყოფნის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. მიხეილ ყაბელაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული დიპ სტეითის დომინირებით საქართველოში, რასაც მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია პასიურად აკვირდება. ყაბელაშვილის თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილმა წერილმა შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოიტანოს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქართული ოცნების მიერ დიპ სტეითთან დაკავშირებით გაჟღერებულმა უწყვეტმა განცხადებებმა ამერიკაში შესაძლოა უარყოფითი რეაქციები გამოიწვიეს. თავისთავად ის, რომ ტრამპს საჯარო წერილებით ყაბელაშვილი ელაპარაკება, ამაში კაი არაფერი არ არის, იმიტომ რომ გასაგებია, რომ სხვა არაფერი არ გამოვიდა და ახლა რაღაცნაირად საჯაროდ ცდილობენ ქართველი ამორჩევლის წინაშე პოზიციონირებას, თითქოს ჩვენ ტრამპთან მართალი ვართ. გვერდში ვედექით დიპ სტეითთან ბრძოლაში და დამარცხდა და ჩვენ რა ვქნათ ხო არ გადავყვევით. აი ამ ნარატივის გავრცელებას ემსახურება ეს და მას არანაირი კავშირი მეგობრული ურთიერთობის და სტრატეგიული პარტნიორობის დაბრუნებასთან არ აქვს. ასეთი წერილებით სტრატეგიულ პარტნიორობას არ ებრუნები. თქვენ გახსოვთ წინასაარჩევნოდ, როგორ ატყუებდა ქართული ოცნება საკუთარ ამორჩეველს, მათ შორის რომ ისინი ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეძლებდნენ ურთიერთობის დაალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ტრამპი მათ მხარს დაუჭერდა, რომ არ იქნებოდა სანქციები და ასე შემდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე არ ყავს უბრალოდ ხელის ჩამორთმევი. ასეთ წერილების გავრცელება არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ ძალიან ტრამპი როგორც ხედავთ არის ძალიან ფეთქებადი ხასიათის კაცი და თან ძალიან სერიოზული თვითმფრინავები ყავთ ბომბდამშენები ამერიკელებს და რო ეძახი ტრამპს რომ დიპ სტეითი გმართავსო. ემან სადმე ცუდად არ გაბრაზდეს და რამე არ მოგწიოს და რამე არ დაგმართოს, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ამდენი ხანი რომ დასცინი აბუჩადიგდებ და დიპ სტეითი გმართავსო ამ ხელაკაცეუნები, რომელსაც ისეთი პრეტენზიები აქვს, რა 5 ომი გავაჩერეო იძახის და რა ცაკუდათ არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად, ნუ ეგეთი კაცი არის ტრამპი. ამ კაცს რო ეძახი რომ შენო არაფერს არ წარმოადგენდა დიპ სტეითი გმართავსო,
ისგან ძალიან მალე გაბრაზდება და ძალიან ცუდად გათლის ამათთვის წკეპლას. თავად პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ Deep State-ი ებრძვის მას, მათ შორის ევრობიუროკრატია და რა გასაკვირია ეხლა რომ ჩვენ გქონდეს ასეთი განცხადებები და რა გასაკვირია რომ ჩვენ ეს ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენც ვართ ასე ვთქვათ ის ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის Deep State-ი და სწორედ ამას ემსახურება ყაველაშვილის ეს წერილი თავისი კოლეგის მიმართ, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, რომ ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთში ერთნაირი და თავსებადი, რატომ არ იძლევა საშუალებას, რომ დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის პროცედურები. მთავრობამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შეიტანა. როგორც BPN-ი წერს, საქმე ეხება IT სპეციალისტებს, რომელთათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. კერძოდ, ახალი რეგულაციების მიხედვით ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25,000 ამერიკული დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის. ამისთვის კი შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ. მანამდე მსგავსი ჩანაწერი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ კანონში არ ყოფილა. დადგენილების მიხედვით საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 წლით, არა უმეტეს 12 წლამდე. დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიაზე უწყვეტად 183 ან მეტი დღით არ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის მხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 1966 წელს დაბადებულ პირს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და ნანივთ მტკიცება დამოიღო. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოხოვსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა და ცოლ-ქმარი დაიღუპა. ფედოროვის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტს 591 ჯერ დაარტყეს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად კერძო სახლების, ბინების, ავტომობილების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ 57 შეტყობინება მიიღეს. ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლში რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა, რის შედეგადაც 59 წლის მამაკაცი დაშავდა, მისი 51 წლის მეუღლე კი დაიღუპა. აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 622 ადამიანი დაიღუპა და 1500-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას როიტერსი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებსაც დაშავებულების საავადმყოფოებში გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ზოგიერთ შორეულ დასახლებამდე მიღწევას. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარის პროვინციაში 3 სოფელი განადგურდა. დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდა იყო.